გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე დიდი ხანია უკვე გესაუბრებით ვარჯიშებზე, კვებაზე და ფიტნესზე, მაგრამ არასდროს მისაუბრია იმაზე თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბოდიბილდინგს. აბა მითხარით, ჯერ პლუსებით დავიწყოთ თუ მინუსებით? კარგი, დავიწყებ მინუსებით. პირველი მინუსი, რომელიც მე მინდა რომ აღვნიშნო და ალბათ ბევრი დამეთანხმებით, ეს არის ხარჯი. ბოდიბილდინგი ხარჯიანი სპორტია. დღესდღეობით საქართველოში ფიტნეს დარბაზების საშუალო ფასი 100 ლარს აღწევს მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 400 ლარამდეა. სწორი კვება და მაღალცილოვანი პროდუქტებით საკმაოდ ძვირი ჯდება ყოველდღიური მოხმარებისათვის. სპორტული დანამატებების ფასებზე კი საუბარიც არ ღირს. მეგობრებო, თუ თქვენ ცხოვრობთ თბილისში, გეძლევათ საშუალება რომ შეიძინოთ ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი მხოლოდ და მხოლოდ 60 ლარად. და ეს ყველაფერი Fit Town-ში. Fit Town-ის მთავარი მიზანია რომ სპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. იჩქარეთ და შეიძინეთ აბონემენტები. ზაფხული გვიახლოვდება. დამატებითი ინფორმაცია იქნება კომენტარებში. მეორე მთავარი მინუსი ჩემი აზრით არის უკაცრავად. ალო? არა ძმაო, რა ხინკალი, სუშკაზე ვარ. სხვა დროს იყოს. მეორე მთავარი მინუსი ჩემი აზრით არის შეზღუდვები. სხეულის განვითარებასა და გაჯანსაღებას სჭირდება შესაბამისი დისციპლინა და რეჟიმი. ამიტომ ბევრ რამეზე მოგიცევთ თუ არის თქმა. თუ იმყოფებით რესტორანში და თქვენი მეგობრები ტყვებიან გემრიელი კერძებით, ამ შემთხვევაში თქვენი მენიუ მკაცრად შეზღუდული იქნება. ეს იქნება მესამე და ბოლო მინუსი, რომელიც მე მინდა რომ დავამატო და საუბარი იქნება სტერეოტიპებზე. რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დახარჯოთ სხეულის განვითარებაში, აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად შეაფასებენ თქვენს შედეგს. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. ადამიანი აუცილებლად გააკრიტიკებს მას, ვინც მისგან განსხვავდება. მე ჩამოვთვალე ფიტნესის სამი მთავარი მინუსი, მაგრამ არ შეშინდეთ. ახლა რასაც ჩამოვთვლი, აუცილებლად დაფარავს ყველა მინუსს და ბევრს გაუჩნდება სურვილი რომ თვითონაც გამოსცადოს თავი ფიტნესში. თუ არ გივარგათ სიფათი და საფულე, ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ შეგიძლიათ იყოთ მომხიბვლელი. პირველი და მთავარი ბოდიბილდინგის პლუსი არის განსხვავებული ვიზუალი. თქვენ იქნებით ყველასგან გამორჩეული. პლაჟშიც კი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება თქვენგან იქნება მომართული. მეორე მთავარი პლუსი ფიტნესისა და სხვა ნებისმიერი სპორტის არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა. არავისთვის არის საიდუმლო რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ადამიანს უნარჩუნებს ჯანმრთელობასა და უხანგრძლივ სიცოცხლეს. მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ სპორტი და სწორი კვება ორგანიზმში ამუშავებს ბედნიერების ჰორმონებს. გარდა ამისა, სპორტი გვეხმარება სტრესის გადალახვაში. და მესამე მთავარი პლუსი არის რა არის თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა. ყველა ძლიერი და ფიზიკურად განვითარებული ადამიანი არის სრულიად თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კი გვეხმარება ნებისმიერი სახის საქმიანობაში, თუნდაც ბიზნესში, ურთიერთობაში, თვითგანვითარებაში. თავდაჯერებული ადამიანი ყველა სფეროში წარმატებულია. მე ჩამოვთვალე სამი მინუსი და პლუსი ფიტნესისა და ბოდიბილდინგის, მაგრამ თუ რამე გამომრჩა, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. თქვენთან იყო ბონდო ჯო ფიტმენი, გთხოვთ მოიწონეთ ჩემი გვერდი და აუცილებლად გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. შეიძინეთ ულიმიტო აბონემენტი მხოლოდ 60 ლარად. Fit Town-ი ჩვენქვით სამყაროს, სადაც სპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისამართი თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის 59B.